გამარჯობათ მეგობრებო, მე მქვია საშკა ორგანიზოვი და დღევანდელ ვიდეოში მე მინდა მოგიყვეთ ჩემი პირადი ისტორია. ამ ვიდეოს კაი ხანია ვგეგმავდი და დღეს გადავწყვიტე, ეხლავე გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა და ჩამეწერა ჩემი ისტორია. ესე იგი, დავიბადე 1987 წლის 4 აპრილს, მალე ჩემი დაბადების დღეა. დავდიოდი სკოლაში, როგორც ყველა. სკოლაში ვსწავლობდი ძალიან ცუდად. ამის გამო მუდმივად მქონდა სახლში სკანდალები. არ მიყვარდა მესწავლა. გავხსნა ახლა. მიყვარდა მარტო 3-4 საგანი. ისტორია, ინგლისური და კიდევ რაღაც. ახლა ამახსოვს. მოკლედ. სკოლა დიდად არ მიყვარდა. მუდმივად უსიამოვნებები მქონდა სკოლაში მასწავლებლებთან, კლასელებთან, ასე შემდეგ. და როცა დადგა დრო ჩემი ჯარში წასვლის, მამაჩემ არ მოიგონა, რომ მე წავსულიყავი ჯარში და გადაწყვიტეს ჩემი წასვლა ორკესტრში. უნდა დამეკრა ორკესტრში. ჩამაბარებინეს მუსიკალურ სასწავლებელში. ნაცნობობით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საჭირო იყო ათლეტის დამთავრება. მე მუსიკალური განათლება არ მქონდა და ნაცნობობით მოვეწყე სასწავლებელში. ვსწავლობდი მათ 4 წელი. სხვადასხვის, არც ისე ცუდად და არც ისე კარგად. არ ვიცი, როგორ ვთქვათ. მე ვფიქრობ კარგად. იქ შევიდნენ ბევრი მეგობრები, ეხლაც კონტაქტობ მაგათთან. და ისე მოხდა, რომ მე გავიგე, რომ სასწავლებლის ჯარისთვის ინსტრუმენტი საჭირო არ არის. უკვე დაიშალა ორკესტრი და ამ წუთას ამ დროს მე რაღაც მივხვდი და მივხვდი, რომ დაკოვა მინდა. აქამდე ვუკრავდი მარტო სასწავლებლის გულისთვის და იმ წუთიდან როცა გავიგე, რომ ინსტრუმენტი ჯარში ორკესტრი დაიშალა, მე რატომღაც მომინდა დაკვრა და დავიწყე რაც ქვია სულით დაკვრა. გემრიელად სულით დაკვრა. და შემდეგ ყველაფერი კარგად აიწყო. მაგრამ იქაც რატომღაც ვერ ვძნობდი თავს ისე, როგორც მე მინდა. ყველა საგანი არ მიყვარდა. ფორტეპიანო ჩემი ინსტრუმენტზე მაღლა ვაყენებდი, ყველაფერს ვაყენებდი ჩემი ინსტრუმენტზე მაღლა. მესადინეობდი, სოლფეჯო, ჰარმონია, ის, მაგრამ რა ვიცი, პედაგოგისგან იყო დამოკიდებული საგნის ხარისხი. მაგალითად, როცა ჰარმონიაში მყავდა ერთი პედაგოგი, ძალიან კარგად გამომდიოდა, მაგრამ როცა პედაგოგი შემიცვალეს, ხო? დავიწყე ცუდად სწავლა და დაამთავრე როგორც იქნა სასწავლებელი. მინდოდა კონსერვატორიაში შევაგება, მაგრამ მითხრეს, რომ შენ მზად არ ხარ და შესაბამისად მესმათ მოусმინე და კონსერვატორიაში არ ჩავაბარე. იმის მერე ვიყავი სადღაც არ ვიცი, ძიებაში რა, სად არ მუშაობდი. არ შემცხება ამის თქმა, ბოთლებსაც ვაბარებდი, მეზოვიდას მუშაობდი, ტვითავე ვიყავი ცილოფნების ქარხანაში, 71 ქარხანაში. მოკლედ, რას არ ვაკეთებდი. ფული რომ მეშოვა, გზის ფული რომ მქონოდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ მოვეწყე ქსელური მარკეტინგის კომპანიაში. თან ვაკვირდები, მე მეუბნებიან, რომ წადი ისწავლე, მე კი მათ არ უსმენ. და ვხვდები, რომ ვინც სწავლობს, ხო, თავისი პროფესიით არ მუშაობს, ან არ უნდა მუშაობა, ან სწავლის ხარისხი არ ისეთი, როგორც უნდა იყოს. შემდეგ მოვეწყე
უბრალოდ ინტერნეტში ვნახე განცხადება სამუშაოს შესახებ, ეს იყო კომპანია Oriflame, წავედი, მომეწონა ყველაფერი, მომეწონა რომ მათ აქვთ რაღაც ლიდერის დუხი რა, აი შთამაგონეს და მეც მომინდა იგივე. მაგათთან მოხდა რაღაც უთანხმოება და დავიწყე Oriflame-ში სხვა უფროსის სხვა ადგილის ძებნა. მითხეს რომ ჩვენ არ გამოგვადგებდი და იძულებული ვართ რომ დაგემშვიდობოთ. სხვადასხვა ესე არ ხდება. ქსელურ მარკეტინგში. მათ ყოველგვარი წესები დააღვიეს. ეხლა ხვდები მაგას, თუ მაშინ ვერ ხვდებოდი. წავიდე მეორე უფროსთან, იქ მითხრეს რომ შენ აქ წინსვლა არ გექნება, მარტო უნდა შეკვეთები დააგროვო. ის გამოც მე ისინი გავუშვი რა, რგილად ვთქვათ. მე სხვა უფროსთან იმას ვქენი, დავუკავშირდი. მომინდა რაღაცას ვეძებდი და მინდოდა რაღაცის მიღწევა რა. ჩემები დამცინდნენ. ეს სამუშაო არ არის, შენ რაღაც კაპიკები მოგაქვს სახლში და ეს რა თქმა უნდა არ არის ისეთი შემოსავალი, როგორც უნდა იყოს კაცს. მაგრამ მე მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ფული იყო, მე ძალიან მომწონდა. არ ვიცი ეს გამო მომწონდა. არ ვიცი. შეიძლება იმიტომ რომ ნაკლებ დროს ვხარჯავდი და ფულიც ცოტა იყო. მაგრამ რა ვიცი, რაღაცნაირად მომწონდა. მე გავიგე რომ Avon-ში უფრო დიდი ისინია და Avon-შიც გაწევრიანდი, მე Faber-Lelek-შიც გაწევრიანდი. აქტიურად ვიყავი Oriflame-შიც და Avon-შიც. მაგრამ ისეთი აი რაღაც შეკვეთებს ვაგროვებდი, სხვადასხვა ორი წელი ვმუშაობდი ასე. შეკვეთებს ვაგროვებდი. მაგრამ რაღაც ისე არ იყო, როგორც მე მინდოდა. ჩემთანაც ვეუბნებოდი. აუ მომბეს და კაცო რა, ოდის მოვა ის რაც უნდა მოვიდეს რა. და ჩემთანაც ვამხნევებდი. მოვა კაცო, აი ნახავ რა, შენ მთავარი იმუშავ და მალე აუცილებლად ყველაფერი იქნება და მოვა. მაგრამ არ მოდიოდა. და ეს მომბერეთ ფიქრობდი, ნეტა რაშია მიზეზი. მე სულად შემთხვევით, როცა სხვადასხვა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა შემთხვევით. ყველაფერი. ეხლა რაც ნაბიგი, მაგრამ ყველაფერი ხდებოდა შემთხვევით. სპონტანურად. და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი. როცა აღაფერს არელი, მაშინ ყველაფერი ხდება შენ ცხოვრებაში. მაშინ ხდება ყველაფერი. მანამდე კი არა, მაშინ. როცა რამეს აელი, არაფერი არ ხდება. და იმასობად, ვაფერს ნუელით. ეს არ მოხდება, არასდროს. ეს არის ეგოს გაიგივება. საკუთარ თავთან ეგოს გაიგივება და თუ თქვენ გულთან აიგივებთ საკუთარ თავს, ესე იგი ყველაფერი მოხდება. ესე იგი წავედი მე სხვა კომპანიაში, სულად შემთხვევით, короче, TBC ბანკიდან გამოვიდი, მოვიდი შეკვეთის ასაღებად, გამოვიდი, გადავწყვიტე პაძემკაში გამისეირნებინა და გადავინახე განცხადება მეტროსთან იყო გაკული. კაგებთან, მეტროს კაგებთან. სადაც ოფისში გასაჭიროება ხალხიო. რაღაც დავინტერესდი, დიდი იყო თან ორგანოზე იყო დაწერილი უსულად და ქართულად და დამეინტერესდა და ჩემი საყვარელი სახელი იყო. მანდ ირინა, ერთ-ერთი საყვარელი სახელი და დამეინტერესდი რა. დავიკე, მითხეს მოდი გასაუბრებაზე, ისეთი გახარებული ვიყავი, რომ იმ დღეს ვერ მომინდა წასვლა, მაგრამ მითხეს რომ არა, შენ დღეს არ შეიძლება, მოდი პარასკევს, მოვიდი პარასკევს, მაგრამ ძალიან ისე არ ვიყავი ჩასმული, როგორც ესაჭიროებოდა. მითხეს რომ კვირას მოდი, ძალიან გული დამწყდა და მე როცა მითხეს რომ კვირას მოდი. ძალიან კი დამწყდა გული.
მაგრამ თავში ვაანალიზებდი და აუ ბიჭო მე შეხო გითხარი მასაც მას შეიძლება მაიკამ მქონდა ჩაცმული სახელოების გარეშე და არ შემისვე გასულიყოზე ხო და შამთას ვეუბნებოდი აუ ბიჭო ხო გითხარი შენ დებილი ხარ იდიოტი ხარ მაგრამ ამავე დროს გამახსენდა იმან ხომ მითხრა კვირას მოდი ხო და მოვედი კვირას მოვედი კარგად მახსოვს ის დღე ძალიან მაგრად და თან ველოდები როდის შემომიშვები ბოლო შემომიშვეს როცა შემომიშვეს ვაუ გამიხარდა მე როგორც იქნა დავისწავლე შემომიშვეს მომწეს ანკეტა დავინახე სად მუშაობთ ამჟამად ესე იგი ჩამოვწერე ყველა სამუშაო ადგილი სადაც მე ამჟამად მუშაობდი ეიბონი ოგი ფრეიმი ფაბრიკი მოვეწონე და გასულიყოზე მიკითხეს ამიტომ კომპანიაში თუ მუშაობთ რატო ეძებთ დამატებითებს მეთქე მე მჭირდება ის კომპანია რომელიც მე შემასწავლის როგორ უნდა ვიმუშაო იქ მე არ მასწავლიან და გაუგნებული იყო ის მენეჯერი ჩემი პასუხით მოეწონა ჩემი პასუხი და გამიხარდა იმიტომ რომ დავინახე რომ ცოტათი სერიოზული კომპანია ჯანმრთელობის პროდუქტზე მუშაობს თან მე ყოველთვის მინდოდა ხალხის დახმარება და გამიხარდა რომ სწორედ დროს საჭირო ადგენას მოვხდი ის კიდე გამიხარდა რომ ამ კომპანიას ჰქონდა სწავლება კომპანია TNC მათ ჰქონდათ სწავლება უმაღლესი დონის ამ დღეისთვის მე ისე მეგონა და მანდ მუშავე დაახლოებით 3 წელიწადი მახსოვს ძალიან კარგად მახსოვს როგორ მუშაობდი რასაც მეუბნებოდი ყველაფერს ასრულებდი ლისტოვკებს ვაკრავდი გარეთ ძალიან კარგად მახსოვს როგორ გავაკეთე პირველი კვალიფიკაცია ძალიან კარგად მახსოვს როგორ გამიხვდა იცით სადაც პირველი კვალიფიკაციის გასაკეთებლად წავედი სამუშაოდ გავაკეთე კვალიფიკაცია ოდესმე მე მოვადგო რომ იმას გეტყვით რასაც ჯერ აგავისთვის არ მithქვამს მაგრამ ჯერ დრო უნდა მოვიდეს და ეს დრო მალე მოვა შემდეგ მე მუშაობდი ძალიან მაგრად სხვათა შორის და ვფიქრობდი რომ რატო არ ვაბეგები შედეგებს როგორიც მე მინდა რომ მივიღო არ ვიცი რატომღაც არ იყო ისეთი სიტუაცია როგორიც მე მინდოდა რაღაცას მიგზავნდნენ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი საბოლოო ჯამში მივხვდი რომ რაღაც ნიტოა რა აი რაღაც ნიტოა ვერ ხვდებოდი რა მაგრამ ხვდებოდი რომ რაღაც ნიტოა რა აი სამყაროში აი საერთოდ ბავშვობიდან ხო ვფიქრობდი აი რაღაც ნიტოა რა სამყაროში რა რაღაც ისე არ ხდება როგორც მე ამას მასწავლიან თუნდაც სახლში თუნდაც სკოლაში თუნდაც სასწავლებელში თუნდაც აი კომპანიებში აი რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს და როცა მე მოვხვდი სადღაც დახურულ სწავლებაში მე მივხვდი რომ მე იმის ხვედრად დავიწყე რომ მე რაღაც აი საკანში ვარ რაღაც საკანში ვარ რა და მაგ საკნიდან მე არ მაძლევენ გასვლის საშუალებას მე ისეთი ხასიათი მაქვს რომ სანამ არ გავავაკო იმას რაც მე ძალიან მაინტერესებს ხო მანამდე მე ვერ მოვისმენებ ესეთი ხასიათი მაქვს და როგორც იქნა გავივიდე რაღაც დრო როცა ჩემი უფროსი რა ვინც მე მასწავლიდა ბიზნეს ქსელოში TNC-ში
ეგ ადამიანი რაღაცის რაღაც მიზეზების გამო წავიდა, სამწუხაროდ პრობლემა ჰქონდა მაგას. და მე მომიწია წასვლა. იმიტომ დავფიქრდი, კაცო, როცა ეს ხალი არის, ყველა არის. და ვერ უნდა მუშაობს. მუშაობს, მაგრამ არც ისე რა. მაგრამ როცა იგი არ არის, არავინ არ არის. და მე დავფიქრდი, კაცო, მეც ვარ მასე, როცა იგი არის, არავინ ყველა არის, მაგრამ ან მუშაობს ან არა. ოფისში არის, მაგრამ არ მუშაობს. მეც ესე ვარ. და გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ რა მინდა აქ. ესე ვიფიქრე. აი, რა მინდა აქ, დროს გაგავთ ყურად. და როგორც იქნა თან ერთმა ჩემმა ნაცნობმა ერთმა მითხრა, რომ ქსელური მარკეტინგი საშენო არ არის. მაშინ მე ძალიან გამიკვირდა. ამის მე გავიდა, არ ვიცი, ალბათ 2 წელიწადნახევარი. მეტი თუ არა. 2 წელიწადნახევარი გავიდა სადღაც. ან ნაკრები თუ არა, ეხლა არ მახსოვს. ხო და მოკლედ. სადღაც 5 ჯერ წამოვედი დავბრუნდი. და უმომა კომპანიამ მე თავაზობდა თავის შემოთავაზებებს და უკვე ვფიქრობდი, უკვე ნათლი იყო გასთავაზებენ, უკვე ყელში მქონდა ამოსული ეს ყველაფერი. და როცა მე წამოვედი, მე მივხვდი, რომ მე კი მინდა ლიდერობა, მაგრამ კომპანიაში არა. აი, მე მივხვდი, რომ რაღაც საჩინო უნდა გავაკეთო. მინდა ვიყო პოპულარული, მომბეზდა რომ ვარ სხვისი მუშაკი. და ერთ დროს მე რა ქვია, მოვხდი, არ ვიცი, არ მახსოვს ახლა რომელიღაც ბიზნესმენის ბიზნეს ტრენინგზე. მე მგონი მოგეთ ბაქთიშვილის. ზუსტად არ მახსოვს. და მან იყო ძალიან დიდი უკმაყოფილება, რომ საქართველოში არ არის ბიზნესის და პიროვნული განვითარების ლიტერატურა. და ამიტომ მე რა ქვია, მომიტა თავში. მოიცადა, ხო შეიძლება ეს ყველაფერი შევქმნა. და რაღაცნაირი ის მოვიდა თავში იდეა, გამეღიმა. და მოვიფიქრე, ეს უნდა შევქმნა. ამით მე ხომ პოპულარული გავხდები, ამით მე ხომ, არ ვიცი, ძალიან კაი რაღაცას შევქმნი. რა თქმა უნდა, ეს იდეა უცებ არ განახორციელა. ნახევარი წელიწადი დუმილში გავატარე. მე თამაკ ვარაცხელიას ტრენინგზე დავესწარი. ამერე გიორგი თვალაძის ვიდეოები მოვისმინე დიდ ბაქჭოპერს წარმატების შვილის სულიერი კანონებთან დაკავშირებით. მაშინ იგი იყო საბერძნეთში და ყვებოდა ლაივებში მაგ კანონების ფორმულირებას. და მე ვიფიქრე, ვაუ, თუ ესეთი მაგარი წიგნია, რატომ არ გავაკეთო მაგისი ქართული თარგმანი? გადმოვქაჩე და გავაკეთე. ეხლა შეთაშორის ამ დღეებში შეფასებას ვაფორმებ საბაკომჯისთან და უკვე ყველანი შეძლებ მაგ პროდუქტის ყიდვა და წაკითხვა. დამეწუნეთ, შედევრი შევქმნით. თან ჩემი ნაჭუჭი დავამატე მან, ჩემი სული და გული დავამატე მან და მეწუნეთ. უფასო ვარიანტი იყო, ეგ გასაგები იყო და ყველა ძალიან მოეწონა ჩემი ნათარგმნი, მაგრამ როცა მე დავამატე მან ჩემი სულიერება, ხო, ეს უკვე სულ სხვა რამე, ეს უკვე სულ სხვა შედევრია. ძალიან მაგარია. ეხლა მე ადამიანებო, ვარ ძალიან ფედნიერი შეიძლება ითქვას. იმიტომ მე დავიწყე სხვადასხვა ტუსოვკებში მონაწილეობა. და მივხვდი, ქსელური ჩემი არ, საჩემო საქმე არ არის. მე მინდა ლიდერობა, მაგრამ მინდა საკუთარი ლიდერობა, საკუთარი რაღაცის გაკეთება და საკუთარი პროექტი რა. მაგის შევთავაზე ჩემს პარტნიორს სოსო სინატაშვილს, რომელიც მოვიდა ჩემს კომპანიაში TN-ში, მაგრამ მაგანაც დაინახა, რომ რაღაც საჩემოა შექმნილი, საჩემო უნდა შევქმნა და ვქმნით კიდევაც ორივენი. ის წერს ბიზნესზე თარგმნის, მე ვთარგმნი პიროვნულ განვითარებაზე. აბოთ. ასე რომ ხალხო, მეგობრებო, ისი თქვა მინდა ამით. ეს არის ისტორია.
თუ თქვენ ცხოვრებაში ეხლა რაღაცა გამოდის, ხო? ფათაშორის მე ხლა ძალიან ბედნიერი. დავესწარი ჩემპიონატს არჯენტინის ტრენგოს სოფლიო ჩემპიონატს ეფექტურობაში და მაქედან ვისწავლე რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთება შეიძლება ძალიან მოკლე დროში. მე ჩემს ვიდეოებში ეს მაგ ნახსენები და თითოეულ საქმეს დავუთმე თითო საათი. 45 წუთი საქმე 15 წუთი შესვენება, 45 წუთი საქმე 15 წუთი შესვენება. და მაინც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება. ოღონდ მაინც თუ თქვენ გინდა უმეს განახორციელოთ, ხო? მთლიანად საკუთარი თავის პატრონი უნდა გახდეთ. უნდა შევთანხმოთ ყველას, რომ ეხლა მე ვაშენებ ჩემს საქმეს, თუ შეიძლება ხელს ვიმიშლით, უახლოეს მომავალში მეკითხებით, რომ ძალიან წარმატებულად ვიცხოვრებთ, ოღონდ ეხლა თუ შეიძლება ხელს ვიმიშლით, თუ არ მეხმარებით, ხელს ვიმიშლით მაინც. და საყვედურები იქნება, ყველაფერი იქნება. თავარია თქვენ არ მიაწვეთ. თავარია როგორ გინდა თქვენ იმის საქმის კეთება, რომელიც თქვენ აკეთებთ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული. მე დიდი ხანია სადღაც 7 წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ქსელური მარკეტინგი არის საჩემო საქმე. მაგრამ არ აღმოჩნდა ქსელური საჩემო საქმე. ისი რატომ? და იმიტომ რომ მე კი მინდა ლიდერობა, მაგრამ მინდა ლიდერობა საკუთარ საქმეში. მე უკვე ვქმნი დიპაკ ჩოპრას წარმატების შვიდსულიერ კანონზე აუდიო წიგნს და ტრენინგს და ეს იქნება ძალიან მაგარი. ეს არის საქართველოში ქართული ინოვაცია. ხვალე მე უკვე დავდებ ამ ინსტრუმენტს საბა კომჩიზე და ყველანი შეძლებ ამ ინსტრუმენტით სარგებლობას. თუ მაგარი არ არის, მე ხო სახელს გამოვთქვა ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით, ამ წიგნებთან დაკავშირებით და ეხლა წერ საკუთარ წიგნს, რომელიც სახელწოდება არის გზა განსხვავებისაკენ. მე ხა აღება განსხვავებული ადამიანი. აღება, მაგრამ წიგნს წერ. ზოგჯერ ვარ, ზოგჯერ არა. ეხლა ვარ, იმიტომ რომ ნაკადის მდგომარეობაში. გუშინ ისე ცუდ ხასიათზე ვიყავი, რომ მაგა ფისკეთება არ მინდოდა, სიკვდილი მინდოდა, სიმართლე ვიგითხრათ. მაგრამ ყოველი ცუდი ყოფნის მერე თუ შენ საკუთარ თავზე ცნობიერად და მიზანმიმართულად მუშაობ, ყოველი შენი ცუდად ყოფნა არის შენი ტრანსფორმაცია და მომდენო დღეს შენ აუცილებლად შენ მიეჩვენ უბრალოდ ამ მდგომარეობას და უბრალოდ ყოველი ცუდის მერე იქნები ძალიან მაგარ ხასიათზე და მიხვდები რომ ყოველი ცუდის მერე შეხა ძალიან მაგარ ხასიათზე და ეს არის პროცესი, ეს არის შენი შენი ძლიერი ადამიანად ჩამოყალიბების გზა, ტრანსფორმაციის გზა განსხვავებისაკენ. ეს იქნება ძალიან მაგარი წიგნი. გპირდებით. საქართველოს ეროვნული აღნახული შედევრი. ეს იქნება შედევრი. მე მგონი, ეს იქნება შედევრი. ადამიანი უნდა ნახოს ცხოვრებაში საკუთარი გზა. აღავის არ უნდა უსმინოს. თუ ვინმე, ესე იგი, ამბობს რომ თუ ვინმე თქვენთვის ამბობს რომ ეს არის შენი არა თუ შენი მშობელი ამბობს რომ ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ეს შენი მშობელს უნდა რომ შენ ეს გააკეთო, იმიტომ რომ ეს მისი სურვილია. თვითონ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ვინც შენ გეუბნება რომ ეს უნდა გააკეთო. თვითონ მაგათმა მაგის გაკეთება არ შეუძლიათ და მე უნდა რომ შენ გააკეთო ის რასაც მაგათ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ მათ აღარ გამბედავებო ის რაღაც გააკეთო და უნდა რომ შენ ეს გააკეთო. და შენ უნდა შეასრულო მაგათი მოლოდინები, ხო? არ უნდა გააკეთო შენ მაგათი მოლოდინები, თუმცა ეს მაგათი მოლოდინებია და არა შენი. შენ უნდა უსმენო შენს გულს. თაგასთან სამყაროში არის, რასაც გრძნობ გულით, ხო? რასაც გრძნობების დონეზე აღიქვამო, ხო? ეს არის შენი სულიერი განვითარების და შემადგენელი ნაწილი და ამაზე შენ გააკეთებ ძალიან მაგარ ბიზნესს და ძალიან მაგად გაიქაჩები როგორც ლიდერი ამ საქმეში. მომისმენთ, ხო? ფოტოშოპი ახლა იყო სადღაც 4 დღის წინ იყო თვითონ ბასტინალაიას ტრენინგი ბალ გენერატორში იქ მე ცოტა სიტყვით გამოვედი
იქ ესეთი რაღაცები უთხრა რომ თქვენი გულის საქმე უნდა იპოვოთ და თუ შეცდებით ხო არა უშავს ეს არის გზა ეს არის პროცესი ეს არის ისტორია თქვენ ამით ქმნით ისტორიას და ამას მაგედან თქვენ ვერსად ვერ გაიქცევთ ეს არის თქვენი ისტორია წვალება არის თქვენი ისტორია მოკლედ ისეთი რაღაცები იქ მოყევი რა ჩემი გამოცდილებიდან დაამდინარე ბოლოს ესეთი გემრიელი თბილიტაში იყო არ მოველოდი მე ესეც რამეს და დაჟე თინათინ წავ დაუკრეს ესეთი გემრიელი ტაში როს მე დამიკრეს დავაკვირდი ამას დავაკვირდე მე ამას და სულ მალე ვიწყებ საქოუჩინგო მოღვაწეობას ქართულ ბაზარზე მე მინდა რომ ჩემი შესახებ ყველამ გაიგოს მე მომბეზდა რომ ვარ ნული ვარ ლუზერი ვარ ნეუდაჩნიკი მომბეზდა ვის მომბეზდა ხელისაწევით დაეწარეთ პლუსით დაწერეთ კომენტარებში ვის მომბეზდა და მე დიდი სიამოვნებით თქვენთან ერთად დაგიქმარებით თქვენი სულიერი საქმის აღმოჩენაში მაშასე მეგობრებო და ყველაზე საინტერესო იცით რა არის როცა მე თამაკ ვარგაცხელიას ტრენინგზე თავისახე ეს მიზანი შეთაშორის იმ ტრენინგიდან გამახსენა ჩემი მიზანი რომ მინდა ტიკტიკების ბეჭდა ქართულ ენაზე მას შემდეგ ეს მიზანი მახსოვს და ვასრულებ ეხლა ვმუშაობ ეკალთ ტოლის ქართული ვაგონეთის შექმნაში ზფალულ ნაო პრაქტიკა და სულ მალე იხილავთ მუშაობ ამაზე და სულ მალე ძალიან მაგარ შედევრს იხილავთ შედევრს ვამზადებ თქვენთვის და ჩემთვის და ძალიან მიხარი რომ ეს იდეა ჩემს გონებაში დარჩა არ გაიფანტა მე არ მithქვი რომ აუ ეს საჩიმო არ არის ამისათვის მე ძალა არ მაქვს არა ეს არის გზა თქვენი გზა მე ძალიან ბევრი რამე გამოვიარე სანამ აქამდე მოვიდოდი ეს არის ჩემი გამოცდილება ჩემი გზა ჩემი ტრანსფორმაცია და თქვენიც თუ ეხლა რამის ძიებაში ხართ გააგრძელეთ ძიება თუ კითხვა გაქვთ თუ დახმარება გჭირდებათ მომწერეთ პირადში ჩემი ბმულები არის ყველაფერი მოიწერეთ ჩემი YouTube-ახით და მიმატეთ Facebook-ზე და ვიმეგობროთ ავაშენოთ ერთად რამე გრანდიოზული პროექტი რომელიც შექმნის რომელიც თავიდან რომელიც ძალიან მაგრად წარადგება საქართველოს ერთად შევქმნათ რამე ღირებული რამე ფასეული რამე ღირსეული და ძალიან მაგარი მოკლედ ცოტა გადავაჭრე ვიდეოს როდეს გიქნებთ ამისათვის თუ მოგეწონათ დალაიქეთ და გააზიარეთ და აუცილებლად გახდით ჩემი ხელმომწერი თუ რამე კითხვა გაქვთ გელოდებით დამისვით გინდ პირადში გინდ დაკომენტარეთ არ აქვს მნიშვნელობა თავი რაღაცნაირად მომწეროთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და მიგისურვებ წარმატებას ყველაფერში იპოვეთ თქვენი გულის საქმე და მე ის გულის საქმე თქვენგან ლიდერს გააკეთებს ეს იყო საშკა უკანეზოვი და მისი ისტორია შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ნახვამდის